სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა ამინ. ძმანო და დანო, რა უეცრად გაიპარა ეს ერთი წელი, ეს ახალი წელი. რა უეცრად წამში, როგორ არ უნდა გავიხსენოთ დღეს ფსალმუნის სიტყვები. ერთი დღე ვითარცა 1000 წელი. 1000 წელი ვითარცა ერთი დღე, რომელიც აღდა. ესე გუშინ გავიდა. მართლაც 1000 წელი, მით უმეტეს ერთი წელი. რაღაცა ისე ვფიქრობ, ისეთი გზნობა მქონდა, რომ ერთი კვირის უკან იყო წინა წელი, რომელიც გავიდა. ძალიან სწრაფად გაიგო. რამდენი ფიქრები მოდის, როდესაც გადის ძველი წელი, ახლოვდება ახალი წელი, მოდის ახალი წელი, რამდენი ფიქრები. კარგია, რომ როცა არის ფიქრები, როცა ფიქრობენ, როცა აზროვნებენ. და ალბათ უპირველეს ყოვლისა მოისმინეთ პატრიარქის დიდებული სიტყვა, დალოცვა უწმინდესის და მართლაც ალბათ აი ესე უნდა შევხედოთ ყოველ ახალ წელს. ჩვენ არ ვიცით რა იქნება მომავალ წელს, ისეც არ ვიცით დღეს რა იქნება, არამც თუ მთელი ერთი წლის განმავლობაში. პატრიარქმა გვითხრა ეს ჩვენ. ეს როდესაც ჩვენ ასე ვფიქრობთ, ეს სულის სასარგებლო. იმიტომ რომ ჩვენ შეიძლება ვიფიქროთ, ჩვენ არ ვიცით ეს წელი რა იქნება. შეიძლება ეს წელიწადი ჩვენი ცხოვრების ბოლო წელი იყოს, მერთმა დაიფაროს, მაგრამ ხო შეიძლება ყველაფერი შეიძლება, ყოველ დღე შეიძლება გავიდეთ ამ ქვეყნიდან. ამიტომ, როდესაც ესე შევხედავთ ამ ახალი წლის შეხვედრა მოხდება ესე, ეს ძალიან სულის სასარგებლო. ძალიან სულის სასარგებლო, იმიტომ რომ დავფიქრდები თუ ალბათ ესე რომ ვიფიქრებთ, რომ აი მოდი წოდებს თავს დავანებთ. ვინ იცის ეს წელი იქნება ბოლო წელი იყოს. წოდებს თავს დავანებთ, რომ თუ მარტო გავედი ამ წელს, მაშინ ღვთის წინაშე რომ წავვიდე კარგად. აი ეს არის ნამდვილი აი ახალი წელთან შეხვედრა. თუმცა ღმერთმა იცის ჩვენ როდის გავალთ ამ ქვეყნად. და შეიძლება ეს კი არა კიდევ 100 წელი ვიცოცხლოთ, მაგრამ ეს წელი კი არა 100 წელი ვიცოცხლოთ, მაგრამ ასეთი შეხვედრა, ასეთი გააზრება, ეს არის სულის სასარგებლო. ხოლო ისეთი შეხვედრა, რომ ჩვენ ვიტყვით, ეს არ იქნება ბოლო წელიწადი, არამედ ნამდვილად ვიცი, რომ ეს წელიც და მრავალი წელი ვიცოცხლებ, ეს მეტად საშიში ესეთი ფიქრი. აი, თითქოს პარადოქსი. როდესაც ესე ფიქრობ, რომ ყოველი დღე შეიძლება იყოს უკანასკნელი დღე, შეიძლება უფრო ჯანმრთელი და უფრო კარგად წავიდეს. ღვთისგან იკურთხოს. ხოლო თუ ესე ამპარტავნულად იტყვი, აი როგორც ის მდიდარი სახარებისეული, რომელიც ამბობდა მრავალი წელი ჭამს, სვამოდა, უფალმა უთხრა დღეს უნდა გახვიდე ამ ქვეყნიდან. ასე რომ ჩვენ არ ვიცით რა იქნება ამ წელს, მაგრამ როგორც უწმინდესმა ძნულად და დიდებულად გითხრა, ჩვენ უნდა ვილოთ ღვთის წინაშე, რომ იყოს ბედნიერი და კარგი წელი და ამინ ესე ყოფილიყოს, რომ ბედნიერი წელი ყოფილიყოს. და არის ზოგჯერ ესე, რომ აი ზუსტად რაც თქვი მე ორი შეხვედრა ახალ წელთან, ერთი რომ ფიქრობს ადამიანი, რომ ვინ იცის ეს წელი, რა წელი იქნება, როგორი იქნება, უკანასკნელი წელი იყოს ჩემთვის, მაშინ მართლაც შეიძლება რომ ის უფალს დაეშვა, რომ უკანასკნელი წელი ყოფილიყოს თავის ცოდვების გამო, მაგრამ ესე რომ იტყვის ადამიანი და შეინანოს და მოემზადება, შეიძლება უფალმა გაუხანძლიოს მრავალი წლით ცხოვრება. ხოლო თუ ესე იტყვის უგუნურად, როგორც თქვი, მაშინ შეიძლება პირიქით შეუმოკლოს. ამიტომ შეხვედრა ახალ წელთან, ყოველ დღესთან და მით უმეტეს ახალ წელთან, კარგი არის ყოველთვის ესე, რომ ჩვენ ღმერთზე ვიფიქრებთ და ღვთის სასუფეველზე უპირველეს ყოვლის. ეხლა მე ყოველთვის მთელ წელს გადავხედე, ასე ვთქვათ, წლის განმავლობაში თითქმის ერთი წელია ჩვენ ამ ტაძარში ვართ, გადაგებთ ყოველ კვირას ღვთის მადლით და უწმინდეს მოცვა კურთხევით და რაღაცა დავაკვირდი, რომ
ძიმე მარხვე, დიდი მარხვა რო იწყებოდა წინა პერიოდი, მარხვის პერიოდი, ძიმე იყო, ასე ვთქვათ, ქადაგებები. ძიმე როგორ ჭალებში. ესე იგი, სერიოზული ქადაგებები, ნუ ქადაგება ყოველ სერიოზული უნდა იყოს, აი ესეთი დამრიგებლითი, ესეთი უფრო დიდაქტიკური და ასე შემდეგ. შემდეგ უკვე აღდგომის შემდგომი პერიოდი იყო უფრო აი ესეთ სულიერი სიხარულის პერიოდია და რაღაც ქადაგებებიც აი ამ კუთხით მიდიოდა. შემდეგ მოვიდა ზაფხული და ხო იცით ზაფხულში რომ გავალთ, ისვენებთ, იქ სოკოებს კრებთ, დინარეში ბანაობთ, ჩიტების გალობას უსმენთ, უფრო რაღაცნაირად ესეთ ჭალებში რომანტიკულია ხოლმე ქადაგებები. შემდეგ მოდის შემოდგომა, ხორცილების პერიოდი, აი ესე დიდებულად აქვს ეკლესია, ქრისტეს ეკლესია მოწყობილი, იმ პერიოდშიც უფრო აი ქადაგებები როგორც მახსოვს იყო, უფრო აი ეს რო ოჯახის შექმნით, გოგონებს, ბიჭებს მოუწოდებდით, მხიარული, ასე ვთქვათ, თავისებურად და აი ახალი წლის პერიოდიც რაღაცნაირად ესეთი მხიარულია ყოველთვის. ალბათ იმიტომ რომ ამდენი ხალხის ყიჟინა, ამდენი ხალხის ერთობლივი სიხარული გადამდებია რა. ხო არ იქნება ყველა ხარობს და შენ იჯდები მოღუშული არ გამოვა. პირიქით ეს კიდე უფრო დიდ აპარტავნებას დაბადებს. შენც უნდა გაიღიმო, შენც ცნებების ფარგლებში უნდა განლაღდე, ცნებების ფარგლებში. მაგრამ მე ვფიქრობდი რომ აი როგორ მექადაგა ახალ წელს რა მეთქვა და ბევრი ვიფიქრე და ბოლოს მივაგენი და აღმოჩენა გავაკეთე ერთი. მე სულ ოცნებების შესრულებასა და აღმოჩენებში ვარ და ესეთი აღმოჩენა პირველივე დღეს გავაკეთე ახალ წელს. ეს აღმოჩენა იყო რომ ვიფიქრე რომ აი როგორ მეთქვა ქადაგე, როგორ შევხვდეთ ახალ წელს, ეს როგორ დამერიგებინა ბრევლისთვის და ბოლოს გამეცინე ეს აღმოჩენა, ასე ვთქვათ, რომ ევრიკასავე და აღმოაჩინე ჩემში რომ ყველაზე კაი დარიგება თუ როგორ უნდა შევხვდეთ ახალ წელს არის ის, აი როგორ ხვდებით ახალ წელს, აი ესე არ უნდა შევხვდეთ ახალ წელს. ეს არის ყველაზე კაი, ესე იგი დარიგება მე ასე ვფიქრობ ერთ წინადადებაში. იმიტომ რომ ჩვენ ხედავთ რომ გვახსოვს ძველი წლები და აი მაგალითად ერთ-ერთი დიდებული ესეთი ახალი წლის დაწყება 12 საათზე ეს იყო აუცილებელი პირობა. თუმცა კომუნისტური პერიოდი იყო, მაგრამ ქართული სული როგორც ეთქვა, უფრო მეტად ტრიალებდა მაშინ. იყო უფრო იწყებოდა ყოველთვის კახური მრავალჟამიერი. ეს პატარა ამბავი არის. ეს რაღაცნაირად პატარებს, დიდებს, სტიმულს აძლევდა ყველა ქართველს, ყველა ადამიანს. რაღაცა სტიმულს აძლევდა, იმიტომ რომ კახური მრავალჟამიერი ძმანო და დანო ეს არის არაჩვეულებრივი სიმღერა, ქართული სულის ამოძახილი და ალბათ ეს დიდებული სიმღერა შეიქმნა ალბათ კახეთში, რა თქმა უნდა, ჭურის თავზე, სადაც ჩვენი დიდი წინაპრები, კახელები, ვაშკაცი კახელები კეიფობდნენ და დაიბადა ეს სიმღერა. ამიტომ ეს ჩვენი წარსული, ეს ჩვენი ფესვებია. ასე უნდა იწყებოდეს ახალი წელი. მე ასე ვფიქრობ. კახური მრავალჟამიერი, შეიძლება იმერული მრავალჟამიერი, მაგრამ იმერულმა ფელამუშმა თუ აჯობა, კახურმა მრავალჟამიერმა აჯობა იმერლებს. ამიტომ უნდა იწყებოდეს კახური მრავალჟამიერი. ეს ჩვენი სული, ქართული სული. მე ასე ვფიქრობ. დღეს სამწუხაროდ იწყება ხშირად საზღვარგარეთული სიმღერებით, ქართულს რო არ ესმის, ქართულს ესეთი ენით, ჯინგუფერი გენიალური მელოდია, მაგრამ შეიძლება სხვა დროს მოვისმინოთ, ყველას უყვარს, მაგრამ როგორ შეიძლება საქართველოში დაიწყო ამ სიმღერით ახალი წელი. ნუ ეს რომ იტყვიან მეორე და მესამე ხარისხოვანია თითქოს, მაგრამ არ არის თლადეგი. მაგრამ უპირველეს ყოვლისა მე მინდა ერთი სენი, საშინელი სენი, რომელიც გავრცელებულია ჩვენში ახალ წელს, აი ეს აღვნიშნო. ეს არის მეკვლეს, მე არ ვამბობ რომ მეკლე ცუდია, ან არ შეიძლება, ან რა დონეზე შეიძლება აი მოგახსენებთ, მაგრამ ჯერ ვიტყვი იმას, რომ მეკლე აყვანილი ყავს გაკერპებულ ლამის ღმერთად მეკლე გამოაცხადებს.
ესე იგი კერპთაყვანისმცემლობაში ვარდებით პირდაპირ. რატომ? იმიტომ რომ წამს რომ მეკვლე რომ შემოვა იმ ადამიანის ფეხის წამს და თუ იმ წელს იქნა ბედნიერი წელი გავაკერპებთ კიდევ უფრო იმ კაცს და თუ წარუმატებელი წელი იქნა იმ კაცს საერთოდ აღარ უშვებ სახში აღარ უნდა რომ შემოვა. აი ეს ახლა ქრისტიანობა. ქრისტიანს რომელსაც წამს ჭეშმარიტი ღმერთი ხილული და უხილავი სამყაროს შემქმნელი რომელსაც წამს რომ მის ხელშია ყველაფერი და იცის რომ ღმერთმა იცის ჩვენი თმის ღერიც კი 6 მილიარდი კაცი დედამიწაზე რამდენი თმა გვაქვს დათვლილია ვარსკვლავებს სახელით უწოდებს ესე იგი როგორ არსებას ვეთაყვანებით და ვითომ ასე ვართ და აგერ ახალწელს ყველაფერს ხალხში პვლით და მეკვლეზე გადაგვაქვს მთელი იმედი ესე არ შეიძლება რა თქმა უნდა ქართული ტრადიცია როდესაც დაიწყება ახალი წელი სტუმრიანობა ვიცით ხოლმე ან ერთი მივა მეორესთან ან ვინმე მეორე მოვა თქვენთან და ვიღაც ამ სტუმრიანობის დროს პირველი შემოვა და რა თქმა უნდა რაღაც ეს გასახარია და დავილოცები და ვიტყვით ასეთი გამოთქმა თორე ეს ფეხბედნიერი იყავი ჩემი ფეხი კეთილი იყო სამსახში და ასე შემდეგ ნუ ეს შეიძლება მაგრამ ეს ჩვენ უნდა მივედოთ ღმერთს რომ ყველაფერი ღვთის ხელშია და არა იმის ხელში ვინც შემოვიდა და იმაზე დამოკიდებული ეს უკვე კერპთაყვანისმცემლობა კომუნისტებს ეგონათ რომ ეს იყო ალბათ ეგონათ რომ ეს იყო ესე იგი ქრისტიანული წესი იმიტომ რომ ასე ეგონათ ეთყობა და ეთყობა კინოსტუდიას დაევალათ რომ აი ეს ქრისტიანული წესი მეკვლეებიო გავაშაყირო და გავავამზეუროთ ეს უარყოფითი მოვლენაო და დაევალა ერთ-ერთ რეჟისორს მე აღარ მახსოვს ხუჩხი ბედიერი ვინ გადაიღო ამ გენიოსმა რეჟისორმა დიდებულად გააკეთა ყველაფერი და სინამდვილეში გააკეთა ქრისტიანული საქმე აი რაც მე თქვი რომ ეს ანტიქრისტიანული წესი გააშაყირა და ასეთი არაჩვეულებრივი ფილმი გადაიღო, ვისაც არ გინახეთ, არ ამგონია მე ყველამ ნახეთ ეს ფილმი აუცილებლად. რა დღეში ესეთი ადამიანი, რომელიც მეკვლეზეა დამოკიდებული. ეს სისულელია, ძმანო და და. მე კიდევ ამ დონეზე მეკვლეობა კარგია, როცა ერთმანეთში მივავს, სტუმრად, დავილოცებით, ამას რა ჯობია. სუფრა ეს ჩვენი უდიდესი კულტურა ქართველების და ჩვენ ვამაყობთ ამით. საერთოდ რესტორანი სოფლიოში ყველგან რესტორნის კულტურაა, სუფრის კულტურაა, მაგრამ ჩვენთან საქართველოში აი ამ სადღიგრძელოებით რაც არის ქართული მართლაც აკადემია, რაც არის ის კი არა, რომ დაეძინება კაცს და თავს დადებს თეფშზე და ეს არა, რაც არის ქართული ნამდვილი, კარგი სუფრა, ეს ამით ჩვენ ვამაყობთ და ამით ჩვენ ყველას ჯობნივართ, შეიძლება ასე ვთქვათ, რა დიდებული რამეა ქართული სუფრა, რომ ზომიერად ზმანო და დანო და ცნებების ფარგლებში. ეს ერთი. მეორეც მე აუცილებლად მინდა აღვნიშნო, რომ მემთვრალეობა, აი ეს მეორე, ის ხო კერპთაყვანისმცემლობაში ვარდებით, მეორე მემთვრალეობაში, აი ორს ეს არის საშინელება, არაფრით არ შეიძლება. ეს უნდა მოისმოს. თუმცა ამ კვირას, ახლა მემთვრალეობაში არა, მაგრამ იმდენი ღვინო შემომწირეს და ამ გადაღება-გადმოღებაში სულ გაფრუებული ვიყავი, რომ მეც ვეღარაფერს მეთქვით, მაგრამ ერთს გეტყვით და ვამბობ, რომ სხვა დროს ალბათ კიდევ ვილაპარაკო. ნუ დღეს ახალი წელია, აღარ მინდა ამდენი შენიშვნები და მე მინდა ძალიან მოკლედ ვეცდები, ძალიან მოკლედ რომ დღეს არის უდიდესი წმინდანების ხსენება, თქვენ ეს იცით, უდიდესი წმინდანების. გრიგოლ ომარიტების, არაბების მე-6 საუკუნის ეპისკოპოსი, რომელმაც მოაქცია იქ არაბეთში მცხოვრები ებრაელები და როგორ მოაქცია. ესე ჩვენ ვიცით ნიკოლოზ სასაუქმოქმედი, მირონ ლუკის, ანუ თემ სოფლიოს რო წმინდა ნიკოლაუს, სანტა კლაუსი ესე უწოდებენ ხოლმე. ეს ნიკოლოზი ვიცი ჩვენ რა სასწაული იყო და ამას აღარ მოვყვებით. ეს შეგახსენებთ მარტო რომ დაკიდებული ტოვნიანი თოვლის ბაბუები რომელიც ქალაქში შეამჩნევთ თქვენ ეს სიმბოლოა წმინდა ნიკოლოზის. ნიკოლოზმა იწოდა ესე მიადგამდა კიბეს გაჭირებულ ხალხის აივანს ან
ფანჯარას, ავიდოდა მოკიდებული ოქროთი, ტომრით, გააღებდა ფანჯარას და შეაგდებდა ტომრით ოქროს და გაიქცეოდა, ესე იგი მალა. აი ესეც საოცარი. ვიცით სპირიდონი, დიდი მღვდელმთავარი, სილიბისტრო უდიდესი მღვდელმთავარი, მარტინ ტურელი უდიდესი, მაგრამ იოანე მოწყალე, მაგრამ ნაკლებად იციან გრიგოლ ომარიტების ეპისკოპოსი. მან საოცარი რამ ჩაიდინა. როდესაც დადგა საკითხი, რომ ებრაელები გაეყარათ, ესე იგი იმ ქალაქიდან, იმიტომ რომ ძალიან ცუდად იქცეოდნენ, ეს მე-6 საუკუნის პერიოდი იყო და ქრისტიანებს ძალიან დაუპირისპირდნენ. გრიგოლს არ უნდა გაყრა და უთხრა, რომ მოდით ვიცხოვროთ ძმურად, ვიცხოვროთ კარგად, მოიქეცით ჯულზე, მოინათლეთო და ებრაელებმა უთხრეს დაგვანახეო ქრისტე და საოცრება. ამ დროს ესწრებოდა ამ ამბავს ეთიოპიის მეფე, ის არაბეთის ტერიტორია ეთიოპიის განკარგულებაში იყო მაშინ და იმპერატორმა ეთიოპიის, როდესაც თქვა გრიგოლმა, კარგით, მე შევთხოვ უფალსო, თუ ისმინაო, გამოჩნდებაო, თუ არ ისმინაო, ჩემი ცოდვების გამო, მაშინო ეს მხოლოდ ჩემი ცოდვების გამო არისო და განმარტოვდა გრიგოლი და დაიწყო ლოცვა და ეს ეთიოპიის მეფე კინაღამ მოუწა, ესე იგი ნერვიულობით, იმიტომ რომ იფიქრა, რომ ეს როგორ ხა ასეთი კადნიერება ვისა აქვსო, მაგრამ აი ამ დიდ მღვდელმთავარს ჰქონდა, დაიჩოქა და დაიწყო ლოცვა და როგორი ლოცვა. უფალო, რომელმაც შექმენ სადა ქვეყანა, აი ბიბლიას რომ მივხვეთ, ეხლა ესე და მივხვეთ, მერე რომ ეს მოხდა, მერე რომ ის მოხდა, მერე რომ იშვე ბაგაჟში, წინა დაიწვითა, მე-40 დღეს ტაძარში მოიყვანა, რომელიც გაიზარდა, მერე დაიწყო ყველაფერი, აი სახარებას რომ აი ესე ილოცა და ბოლოს თქვა, რომელიც ამაღლისული წმინდა გარდამოვიდა და უფალო, გამოჩდი ამ ურწმუნო ურიების გამო და ყველა ურწმუნოსთვისო, რომელიცო ითხოვენო შენს ნახვასო და ამ დროს მერე უკვე აღწერა ის, რაც აღწერა ძველ აღთქმაში, როცა სინას მთაზე 10 ხსნებას იღებენ, ესე იგი ჭეშმარიტი ჯულის მიმდევარი ებრაელები. როდესაც დაიწყო მიწისძვრა, დაიწყო ჭექაქუხილი, დიდი ამბები იყო, შიში ქრისტიანებიც, ებრაელებიც მიწაზე გაწვნენ და დაიწყეს ლოცვა და გაიხსნაცა და გამოჩნდა იესო ქრისტე. და გრიგოლმა ესაუბრა აი ამ გამოცხადებულს, გამოცხადებულ უფალს ესაუბრა. და შემდეგ ებრაელებმა ეს ყველაფერი დაინახეს, გაგვირებულებმა, რა თქმა უნდა, მოინათლეს და აი ესე ებრაელები და ქრისტიანები შერიგდნენ. ეს იყო გრიგოლ ომარიტების ეპისკოპოსის სასაუთ მოქმედი. ასევე ეს არის საოცარი ეპისკოპოსის ბონიფანტეს ხსენება, იტალიელი ეპისკოპოსი იყო. ბონიფანტე მიიღო პატარა ქალაქი, ეპისკოპოსი პატარა ქალაქში იტალიის და ძალიან ღარიბული ქალაქი იყო და ერთადერთი ყურძენი მოდიოდა და გვავის გამო ისეც არ მოვიდა მცირე რაოდენობის. ბონიფანტემ დაწურა მარანში ყურძენი, დაწურეს ყურძენი. თელი ბოთლები და მარანი, ესე იგი ავსეს ცოტ-ცოტა ჩაასხეს უფროსწოლად ღვინო და შემდგომ ილოცა და უფალმა გააბევრა და მარანში იყო დინება ღვინო, აი უსასრულოდ მოდიოდა და და დაიბარა ყველა ღარიბი ქალაქის ბოთლებით მოდიდო ჭურჭლები და აუსო ყველა ღარიბს ღვინო და აი ესე ღვინი დააბურა რომ იტყო. აი ესეც საოცარი, თან დღეს რო ემთხვევა ეს ყველაფერი, დღევანდელ დღეს. და აი უფალმა ესე მოაწვა და ოღონ ღარიბებს იმიტომ კი არ დაურიგო დათვერითო. იმიტომ რომ ბიბლიაში წერია მიეც ღარიბს ღვინო. იმიტომ რომ ღარიბი და გაჭირებული ადამიანი, გაჭირებულად რო არის, იმ ერთორჩიკას რო დალევს, ზომიერად ვარ, აღარ ახარ გაჭირებული. და საოცარი თვისებაა ღვინოს. იხარი მეფესავეთა აი ამ დონეზე, ამიტომა ეს ღვინო კარგი და გაჭირებულია ზოგჯერ ყველა სულხასიათზე ხარ და 1-2 ჭიქა, 3 ჭიქა არის დიდებული რამ და წამალი და საჩუქარი ღვთისგან. ეს არის ასევე ხსენება ბონიფანტე მოწამე და აგლაი და ღირსი დედის. უცნაური ის არის რომ აი ახალ წელსაც ეს რუშობაც ზუსტად ამ ლოთობიდან მოდის. აგლაიდა და ბონიფანტე იყვნენ მრუშები, ერთმანეთში მრუშობდნენ. ერთმანეთს საყვარლები იყვნენ და ბოლოს წმინდანები გახდნენ.
ასე რომ უფალს ამ დღის წმინდანებით ისე აქვს მოწყობილი, რომ ყველა ვინც ლოთობს, ვინც არასწორად ცხოვრობს, აი აგლაიდა და აი ბონიფატე. ყველას შეუძლია დაიწყოს თავიდან ცხოვრება, დაიწყოს სინანული და აი უფალი აპატიებს კი არა, შეიძლება წმინდანების დონეზეც კი ავიდეს ადამიანი, მაგალითია ბონიფატე და აგლაიდა. ძმანო და დანო. მე შეგვეციოს მათი მადლი ამ წმინდანების და მე მინდა დავასრულო, ბევრს აღარ ვისაუბრებ. ერთადერთი აი როგორც იციან ხოლმე საინფორმაციო საშუალებებმა წლის ბოლოს საუკეთესო ვთქვათ ფეხბურთელი საუკეთესო მომღერალს გამოარჩევენ, საუკეთესო ლიტერატურულ ნაშრომს, ლექსს და ასე შემდეგ. მეც რაღაცნაირად ჩემს ქადაგებებში მთელი წლის განმავლობაში ვიფიქრე, რომ საუკეთესო ესეთ ფრაზა, საუკეთესო წინადა ეს ამეღო ფრაზა, რომელი იყო, თქვათ საუკეთესო. ნუ ბევრი ყველა საუკეთესო იყო, მე ოქროპირიდან ვამბობ ხოლმე, ბასილდიდან ვამბობ, გაბრიელ ეპისკოპოსიდან ვამბობ, ყველა წმინდანის ვცდილობ მოვიტანო მათი აზრები სხვადასხვა თემაზე გამოთქმული, მაგრამ ყველაზე მეტად მე რომ ვიფიქრე ამ წლის ყველაზე დიდებული ფრაზა, ყველაზე დიდებული წინადადება, მინდა დღეს გითხრათ, ესე იგი წლის საუკეთესო, ჩემი აზრით. ეს თქვენც უნდა გააკეთოთ სახში, ეს ძალიან საინტერესოა. აი ამ წლის განმავლობაში ყველაზე კაი რა წავიკითხე, რა მომეწონა, რა ფრაზა იყო, ამოწეროთ. კარგი იქნება ეს. გასართობადაც კაია და სრული სასარგებლო. და მე ვფიქრობ ესე. ყველაზე საუკეთესო იყო ოქროპირის, ჩემი წამოთქმული ოქროპირის სიტყვები და ზუსტად ამას გისურვებ და ასე დაგლოცავთ მე, რომ სანამ ვიტყვი ამ წინადადებას, ამ ქადაგების ნაწყვეტს ოქროპირიდან, მინდა დაგლოცო. მერთმა დაგლოცოთ, აი რომ გადავიხედე, როგორ დავლოცო მთელი წლის განმავლობაში, ყველაზე ალბათ ერთ-ერთი კაი ლოცვა ესეთი იქნება. იუსტინე ბიძია რომ ჩამოვიდა, გლეხი იუსტინე კონსტანტინოპოლში და გახდა იმპერატორი ბიზანტიის, აი ესე დაგლოცოთ ღმერთმა და კაი სამსახურები გაშოუნდა. ეს კაცებს ქალები, აი უბრალო ქალი რო იყო, უბრალო კონსტანტინოპოლში და თან რომ ცუდად ცხოვრობდა, გარკვეულ ცხოვრებას ეწეოდა თეოდორე დედოფალი და შემდგომ ეს უბრალო ქალი თან გარკვეული გახდა ბიზანტიის დედოფალი, ესე დაგლოცოთ ღმერთმა ქალები და კარგი ოჯახები შეგექმნა და მთელი საქართველო დავლოცოთ ესე, როგორც თამარ მეფის საქართველო იყო გაბწყინებული და დალოცვილი, ესე დალოცოს საქართველო ღმერთმა საქართველო და ეს წელი ყოფილიყოს აი ოქროს ხანის დასაწყისი და ბოლოს მე ოქროპირის ეს სამ სიტყვებს გეტყვით, რომ ჩვენ ღირსეულნი უნდა ვიყოთ, ღირსეული. ყველას უფალს ისე აქვს მოწყობილი, რომ მეფე შეგიძლიათ იყო. მაგრამ მონობისკენ მივისწრაფით ხოლმე ხშირად. ოქროპირის ესეთი გამოთქმა, მეფე ის კი არ არის, ვინც მეფეა, არამედ ის, ვინც არ სოდავს. და მონა ის კი არ არის, ვინც მონა, არამედ ის, ვინც სოდავს. აი ეს დიდებული მართლა წლის საუკეთესო ნაწყვეტი ოქროპირის ქადაგებიდან. ესე იგი მეფე, შეცდომი თქვა, მეფე ის კი არ არის, ვინც მეფეა, არამედ ის, ვინც არ სოდავს. და მონა ის კი არ არის, ვინც მონა, არამედ ის, ვინც სოდავს. და ბოლოს მე მინდა ყოველთვის ჩემს სახლში, ჩემს ოჯახში ყოველთვის იყო აი ესეთი განწყობა, რომელიც ლექსში გამოხატეთ. ჩვენ ოჯახში შევქმნით ეს, ჩვენ კი არ შევქმნით ეს, ასე ვთქვათ, მოკლედ აი ესეთი ლექსი მოვიფიქრეთ ოჯახში და სულ მუდამ იყო ეს განწყობა, სულ მუდამ და უბრალოდ ეხლა გამოვხატეთ და მინდა რომ აი ესე ყოფილიყოს წელსაც, ახალ წელს და მომავალ და სულ მუდამ ჩვენ იცით რა მძიმე პერიოდი გამოვიარეთ 92 წლიდან ქართველებმა, რამდენი დაჩაგვრა, რამდენი ტანჯვა გავიარეთ, ამ მიწების დაკარგვა, ეს დიდი ტრაგედია იყო ჩვენთვის.
ბევრი დასინოდა საქართველოს ძმანოდან დასინოდა ჩვენ ისტორიას, რომ გადავხედოთ როგორი ვაჟკაცობის ღირსების ისტორია და ზოგიერთი ისე დასინის, რომელსაც მართლა უღირსი ისტორია აქვს და მე მინდა აი ესე ვთქვა, აი ესე დავასრულო ეს ლექსი, ესე იგი ჩვენ დავწერეთ ჩვენ შევქმნით სახში. ვაჟას არწივი ყვავყორნებს, კარგ დროს ჩაიგდებს ხელადა და მერე ნახავთ მათ ბუმბულს, გაშლის, გაფანტულს ვენა. ამინ ეგრე ყოფილიყოს. დაგლოცოთ და